მეგობრებო, ისევ ახალი კავა და წინა გასვლა, რომელიც გავაკეთე და კავის სიში ამოდის, ძალიან მინდა უცებ მომადგა ეს გასვლა, რომ გაგიკეთოთ. დღეს არის პირველი ჩემი შეხება ამ კაცთან, პირველი და ისევ ამოდის. სოცრება. გიშდები ტაროსე. მოკლედ ასეთი გასვლა გვექნება. აუცილებლად ამიკომენტარეთ და ბოლომდე უყურეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემატიკა უნდა შემოგთავაზოთ ახლა და საერთო გასვლა ყველასთვის ყველაფერი არ რეზონირდება, როგორც იცით, მაგრამ რაღაცა საინტერესოს მაინც მიიღებთ ამ გასვლიდან, ერთ კითხვაზე პასუხს მაინც რაღაცას მინიმალურს ბოლომდე უყურეთ და ლაიკები არ დაგეზაროთ, ენერგოთრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემსა და თქვენ შორის. ასევე კომენტარები თქვენი გაზიარება და გვერდის გამოწერაც არ თუ გინდათ ხოლმე რომ ცხელ-ცხელი ვიდეოები ჩემგან იხილოთ. ეს გასვლა იქნება თემატიკაზე საუბარი თქვენ თავთან, თქვენი მომავლის მედან დღევანდელობაში რას მიგითითებთ თქვენი თავი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, მოდი ესეთი გასვლა იყოს. ძალიან საინტერესოა ეს თემატიკა და რატომღაც სულ მინდოდა, მაგრამ სულ ვარდებოდა თავიდან და ახლა უცებ გამახსენდა და დამიწერეთ ასევე კომენტარებში რა გასვლა გინდათ საერთო თემატიკაზე რომ გამოდგეს ისეთი და აუცილებლად ვითვალისწინებ ხოლმე, ვაკეთებ ხოლმე საერთო გასვლებს თქვენთვის ამ თემატიკაში. ვინ ხართ თქვენ, რომ გავიგოთ პატარა იდენტიფიკაცია მაინც ჩავატაროთ, ჰეშტეგებს აღარ ურთავ დღესდღეობით ჩემ ვიდეოებს, რომ უფრო მეტი იყოს არეალი და შესაძლებლობა იმისი, რომ ადამიანებმა ნახონ ვისთვისაც საჭიროა, რომ ამოუვარდეს, ასე იგი მისთვის იქნება ეს ინფორმაცია. ვინ ხართ თქვენ, რომ გავიგოთ, ვიზი არის საუბარი, ვისთვის არის ეს გასვლა, თუ ეს გასვლა არ დაემთხოვა, გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩეთ ასრული თემატიკა. 2 პენტაკლი, 3 თასი და მე-16 მაღალი არკანი კოშკი. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ მერყევი ადამიანი პირველ რიგში, ძალიან ბევრს მერყეობთ ხოლმე, ძალიან აწონ-დაწონის რეჟიმი გაქვთ, დიდხანს უნდებით რაღაცა მნიშვნელოვანი თემატიკის გადაწყვეტილების მიღებას 5 პენტაკლით. საუბარია შეიძლება იმაზეც, რომ რაღაცა სამედიცინო სფეროში გჭირდებათ ერთგვარად ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, გადამოწმება, ერთგვარი შეიძლება რაღაცნაირი რეაბილიტაციური პერიოდი გაქვთ, რომელიც პერიოდულობით მაგალითად 6 თვეში ერთხელ მაინც ვიზიტი გჭირდებათ ექიმთან, რომ დათვალიერდეს რა მდგომარეობა და თუ პოსტოპერაციული მდგომარეობა გაქვთ, ან ოპერაცია არ დაგჭირდათ და რაღაცნაირად პერიოდულობით მკურნალობის რეჟიმში ხართ, ასეთი ადამიანებისთვის შეიძლება იყოს, რომ აი ახლა კაკრას გიწევთ რა ერთგვარად რიგში დგომა და რიგში დგომა და გითხეს ხო, შემოწმება სამედიცინო სფეროში, მაპატიეთ ყურადღება ამომ არ დაუცებ. ასევე ადამიანი ხართ, რომელიც ძალიან უთავსებს თავის დროს და ენერგიას ადამიანებს, ხასიათს უთავსებს, რაღაცნაირი ჰარმონიაში უნდა ხოლმე, რომ ყველა და ყველაფერი მის გარშემო იყოს და ემსგავსება დროის მხრივ, რისი საშუალებაც აქვს დროში, მაგალითად ახლობლებთან კონტაქტს უთავსებს, თუ ოჯახის მდგომარეობას ვიტყვით, თავისი ოჯახური პასუხისმგებლობებს უთავსებს, ასევე სამუშაოს, მაგალითად შვილის მიყვანა-მოყვანა ექცურვაზე, სკოლაში, ფორტეპიანოზე და ასე შემდეგ და ასე. აი რაღაცეების შეთავსებაში ხართ, მოწყობადობაში ხართ. სულ აი რაღაცნაირი ისეთი რეჟიმი გაქვთ, რომ თითქოს თავისუფალი დრო ნაკლებად გაქვთ, რომ აი რაღაცა უბრალოდ დაჯდე და წიგნი წაიკითხო და კარგი ფილმი ჩართო და რაღაცნაირად დამშვიდე. აი რაღაცა უნდა შეუთავსოთ დრო და ენერგია ყველას და ყველაფერს თითქოს. ადამიანი ხართ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებთან გართობაც და დროის გატარებაც, ასე ვთქვათ, გიყვართ, გაშლა ორივე სქესისთვის არის მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. გიყვართ მეგობრების წრეში, ერთგვარად რაღაცა პიკნიკები იქნება ეს თუ დაბადების დღეები იქნება თუ აი ეს რაღაცნაირი გასართობი თემატიკა ძალიან სამეგობრო წრეში, კოლექტივში ძალიან ერთგვარად გული და სული ხართ აი თქვენი სამეგობროსი, კარგი იუმორის გრძნობა, თუ ვიტყვი იუმორს, რაღაცნაირად აი ხასიათზე მომყვანი და აი თითქოს
გული ხართ აი ამ ადამიანებისთვის ერთგვარი სტიმულატორი, რომ ცუდ ხასიათზეც რო არიან, აი თქვენ გვერდით რაღაცა დღესასწაული ხდება ყველა ურთიერთობა და ყველა შეხვედრა. ადამიანი ხართ, რომელიც რაღაცის ნგრევის პროცესში ხართ ეხლა და ეს არის უკვე მაღალი არკანი, რომელსაც საჩვენებენ, რომ რაღაცა დაგენგრათ, რომ რაღაც შეიძლება კონფლიქტურ სიტუაციაში ხართ, ეჭვებიდან გამომდინარე იქნება ეს ნაწილისთვის თუ ეჭვიანობიდან გამომდინარე მოხდა რაღაცა ნგრევა თქვენ ცხოვრებაში, თქვენი მხრიდან თუ პარტნიორის მხრიდან ამაზე აღარ დავიწყებ დეტალების მოყოლას, მაგრამ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია მოხდა ან წუთზე მოხდება, იმიტომ რომ ეს არის მაღალი არკანი და გარდაუვალია ეს სიტუაცია რო არ მოხდეს. ასევე კალოდის ძირში არის მე-18 მაღალი არკანი, რომელიც არის მთვარე, რომელიც არის დაბინდული სიტუაციების და მთვარის ციკლების კარტი, აი მთვარის ციკლზე შეიძლება ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ხდებით, ძალიან ეჭვიანი პიროვნება ხართ და უნდობლობაც გაქვთ ადამიანების მიმართ და პრინციპში აი ეს ეჭვები თუ ვინმეს რამე გაქვთ ღალატთან დაკავშირებით ძალიან დიდი ალბათობით მგრძნობელობა გაქვთ ძალიან კარგი და ტყუილა უბრალოდ არ გაქვთ ეგ შეგრძნება რომ აი ვიღაცამ გეღალატათ ნამდვილად მინდა გითხრათ რომ აი ეს ღალატი და კონფლიქტური სიტუაცია იქნება თუ არ მომხდარა ჯერჯერობით აი რაღაცა ახლო პერიოდში რაღაცის ურთიერთობის ნგრევა იქნება თუ სამუშაო სფეროში ნგრევა იქნება რაღაცის ეჭვების ნიადაგზე რომ აი ვიღაცამ ფეხი დაგიდოთ მაგალითად რომ თქვენ არ გაიზარდოთ თქვენ სამუშაო სფეროში და არ დაწინაურდეთ და თავად დაწინაურდეს თავად მიიღოს ერთგვარად ეს ადგილი რომელიც წესი და რიგით თქვენ გეკუთვნით აი რაღაცის ეშმაკობის სხერპლი ხდებით ერთგვარად რაც დაანგრევს თქვენ წარმოსახვას თქვენ შეიძლება ძალიან დიდ დეპრესიაში ჩაგაგდოთ რაღაც პერიოდი იმიტომ რომ მაღალი არკანია მე-16 რაღაცის ნგრევის წინაშე დგეხართ ან უკვე დაგენგრათ ურთიერთობა ოჯახი სამუშაო რეჟიმიდან შეიძლება შემცირებაში მოყევით ზოგიერთები ვიღაცეების გულისთვის აფასაც ვიტყვი მაგრამ ხო ესეთ რთულ სიტუაციაში ხართ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია ზოგისთვის შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა გასკდეს ფრთხილად იყავით ცეცხლი საგნებთან გაზი ცეცხლი რაღაცა გამათბობელი აი ესეთ მდგომარეობას მომდის მცირე ნაწილისთვის ძალიან მაგრამ ყურადღება მიაქციეთ სახში პირდაპირ გაგებით შეიძლება რამე გაგისკდეთ ღმერთმა ყველას დაგიფაროთ მაგრამ მაინც ანუ მაქსიმალურად თუ რაიმე შესაკეთებელია ყურადღება მიაქციეთ რომ რამე არ გაასხას მილმა მაგალითად კორპუსში ან თქვენ ბინაში თუ რაიმე შესაკეთებელი გაქვთ ასე ვთქვათ ამ სიტუაციაში რას თუ ატყობთ რომ თქვენზეა პირდაპირ გადავდივარ რას ეტყოდით თქვენი მომავალი მე რას გეტყოდათ დღესდღეობით აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით რომელიც თქვენ ძალიან გაინტერესებდა თქვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და აი არიცით საკუთარი თავი რა მიმართულებით წაიყვანოთ მე-20 მაღალი არკანი ამოდის მაღალი სასამართლო ესე იგი განახლების სურვილი ხმლის დედოფალი და ათიანჟეზლი რასთან დაკავშირებით არის დავაზუსტებ უბრალოდ ხუთიანი ხმალი, ისევ ხუთიანი პენტაკლი, 10-იანი ხმალი, კიდევ ვიმეორებ ძალიან დიდი ალბათობით ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა, ვისაც გაქვთ. ეს არის ექიმთან ვიზიტი, რომელიც გარდაუვალია და თუ რაიმე პროცედურები უნდა ჩაიტაროთ, აუცილებლად მიხედეო გეტყვით თქვენი მეორე მე, აუცილებლად ვიზიტი არ გადადო და არავის გულისთვის და არაფრის გულისთვის ჯანმრთელობა მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვნად არ დაიკითხო. ხო, არ გადადო შენი ჯანმრთელობა არც ერთ ვარიანტში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შენ ენერგიები გქონდეს. იქამდე რომ მოხვიდე დღეს და აეხლა დღეს რომ რაღაცეები პრობლემები მაქვს ჯანმრთელობაში, რომ დროზე მიმეხედა და არ გადამედო ვიღაცის გულისთვის უკეთესი იქნებოდაო, ეს ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, იმ ნაწილისთვის არის ძალიან დიდი ინფორმაცია, რომ აუცილებლად ექიმს გაესინჯეთ თუ რაიმე გაწუხებთ, თუ რაიმე საფიქრალი გაქვთ, ცივი გონებით აწონდაწონეთ და ნუ ოცნებებში, ასე ვთქვათ, ემოციური ოცნებებში ნუ გადაიხლართებით და ნუ დაღლით თქვენ თავს,
ცივი გონებით აწონდაწონეთ, ვინმეზე საპატიებელი და მისატევებელი თუ გაქვთ მიუტევეთ და აღადგინეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ძალიან კარგი იქნება თქვენი სულიერებისთვის ეს ყველაფერი და სამყაროსგან საჩუქრებს ელოდეთ. მიხეთ